ვეცდები მაინც, ის მიხვდება, რომ მისთვის ვცდილობ. თავს უკეთესად იგრძნობს. ეს არ არის მნიშვნელოვანი. თუმცა შენ არ გესმის. მიჩვეული ხარ იმას, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. ამ იდეალურობის დამსახურებაა წარმატებულ არქიტექტურულ კომპანიაში რომ მუშაობ. გესმის ეს? გესმის თუ არა? ამიტომ ახლა დაურეკავ ბატონ ფიქრეთს და უთხარი, რომ ეგ საქმე არ გამოვა. შენ დაურეკე. შეგახსენებ. ეს შეცდომა შენ დაუშვი. შენ დაპირდი მას და ამიტომ შენ აიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და შენ დაურეკავ. მაშინ იცოდე სერგან ბოლოთ. დაპირებას ერთხელ ვიძლევი. მერჩევნია მოვკვდე, ვიდრე არ შევასრულო ის. მართლა? კარგი. მაშინ 5 საათს გაძლევ. კარგი? შენ თვითონ სცადე. არავის არ სთხოვა დახმარება. აი ისე გაგვეთილი და მოდი, ყველას პატიებას თხოვე. ყველას აბსოლუტურად. კარგი, გავაკეთებ. აი ნახავ. გავაკეთებ და ბუდიშს არავის მოვუხდი. და საერთოდ, ვერ გიტანს სერგან ბოლოთ. წავედი. წადი. თქო, წადი. ყველა მომისმენთ. მინდა რომ დღეს კარგად დააგვირდეთ ედას. ის გაჩვენებთ როგორ შეიძლება შევცვლეთ და ყველაზე საშინელი არქიტექტორი გახდეთ. ის მარტო მიხედავს ბატონი ფიქრეთის პროექტს. ამიტომ არც ერთგენგანს არ ვაძლევ უფლებას დაეხმაროს მას. შევთანხმდით? ჩვენიერია. სერგან, შეგიძლია მოხვიდე. რასაკეთებ ძმაო? გოგო უბრალოდ ბატონი ფიქრეთის გახარებას ცდილობს. რა არის ამაში ცუდი? თანაც მარტო როგორ გაუმკლავდება. ძალიან კარგად კიდევს ხელს საქმეებს, რომელსაც ვერ გაუმკლავდება. კარგი, მაგრამ ბატონი ფიქრეთი რა შუაშია? ბატონმა ფიქრეთმა ისედაც მოიდომა ის, რისი გაკეთება შეუძლებელია. მისმინა ედას მარტო თუ დატოვებ, ამ პროექტს ვერ განახორციელებს. ოდა არ განახორციელოს. მომისმინა? მგონი ედასთვის ჭკუის სწავლება უფრო გინდა ვიდრე ამ საქმის შესრულება, ხომ ასეა? ენგინ, ვერ მივიღებ იმ უპატივცემლობას, რომელიც შეიდინა, გაიგე? ამიტომ თავის შეცდომას გააცნობიერებს. მე მთელ გუნდს და ბატონ ფიქრეთს ბოდვის მოგვიხდის. კარგი, სხვა კითხვა აღარ მაქვს. მართლა მომბეზრდა. კარგი ძმაო. ქალბატონო მელიქ, რასაკეთებთ? ხუმრობ ძვირფასო. შენ რასაკეთებ, როგორ შეიძლება ამ ხელმაკრატელით თავდასხმა? მაგრამ ასე ხუმრობა როგორ შეიძლება? მართალი ხარ. რატომ მობრძანდით? ქალბატონ აიდანთან მოვედი, დოსიე უნდა მივცე. კეთილი იყოს, მობრძანდით. მოიცადე. ჯერ შესანიშნავი ამბავი მაქვს. რა მოხდა? იცი ახლა შენს წინაშე ვინ დგას? ვინ? ვინ დგას? ჰოლდინგის ახალი? უახლესი ვინ? თანამშრომელი. თანამშრომელი. ძალიან გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან მეწყინა ჩემს გამო რომ დაკარგეთ სამსახური. დაივიწყე, ეს სამსახური ხომ უკეთესია. სეიფი, რასაკეთებ? ნუ მიძრები იქ, მინდა ჩაგეხუტო და ვერ გეხუტები. ქალბატონო მელიქ. აბა როგორ გამოხატავენ ერთმანეთთან მაღალი წრის ადამიანების სიხარულს? შეგიძლიათ თქვენი ხელი მომცეთ. აი ასე, ილოცავთ. მილოცა. როდის ჩავეხუტებით? არ ჩავეხუტებით და არც ხელის ჩამორთმევა არ არის ამდენი ხანი საჭირო. ცოტა ხანი და საერთოდ, ახლა შიგნით ფოიერვერკი ამიფეთქდა. ოღონდ ამის გამოხატვა არ შემიძლია. მართლაც არ შეგიძლია გამოხატვა. ეს პროფესიონალური დეფორმაციაა. ბრავო. მიდით. მომეწონა ეს ფრაზა, გამოვიყენებ. ახალსაც გასავლით. იცი, ტაქტიკის როული მაქვს. ასეთებს წერ შიგნით, მე კი ვიყენებ. მაგარია. ენგი, როგორ გავაკეთო ეს საქმე? არა გამეგება მშენებლობასა და დეკორაციებში. დიახ, მართალი ხარ და გამოცდილება ნამდვილად არ გაქვს. მარტო კი საერთოდ ვერ მოახერხებ ამას. მაგრამ შენ გაქვს გამოცდილება, მაშინ შენ დამეხმარე. ვინ? მე? არა, სერგანი მომკლავს. არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში. რადგან არ უნდა დამიჯდეს ამ პროექტს განვახორციელებ, გავჯიუტდი. შენგან პატარა დახმარება მჭირდება. ძალიან პატარა, ფარული. სულ პატარა, თხო.
იცი რა, შენ და სერქანი დიდად არ განსხვავდებით ხასიათით. რეალურად ძალიან გავხართ. კარგი, თანახმავარ. გავაკეთებ. დიდებული ადამიანი ხარ. მაშინ დავიწყოთ იქიდან, თუ რომელი არქიტექტორების გადმობირება შეგვიძლია. ნახე, მურატს უყვარ ხარ. ის შეიძლება. ამასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენერია. სამზარეულოს კარადებზე ვის დაველაპარაკო? ჰაკანს დაურეკოთ. არა, არ მავა, მაგრამ ტელეფონით აგვიხსნეს. სერქანი მოდის, სერქანი, ჩქარა. მაშინ ვფიქრობ ეს რეზიუმეები წავა. შეგვიძლია ვნახოთ. რასაკეთებ არ წასულ ხარ ჯერო? აქ ვარ, საქმეები მაქვს. საოფისე საქმეები. ჩვენერია. ანუ გონს მოიგე, ბრავო. მაშინ ბატონ ფიქრეს დაურეკავ და ბოდის მოვხდი. თემა არ დახურულა ჯერ. კიდევ ვილაპარაკებთ. მორჩა. ქალბატონო აიდან. ის მეყვავილი არ ყოფნი და ახლა მისი მეგობარიც დამემატა. ქალბატონო აიდან. წარმატებები. მადლობა. დღეს ძალიან კარგი დღეა. დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. შენ რა საღამოდან დილამდე იპოვე სამუშაო და საერთოდ აქ რას აკეთებ? ესე იგი ბატონმა ალთეკიმბიძიამ არაფერი გითხრათ. ეტყობა სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. მაშინ სიურპრიზი. ჰოლდინგში დავიწყე მუშაობა და ახლა სელინის ასისტენტი ვარ. მერე სად არის აქ ჩემი სიურპრიზი? ჩემი პირველი დავალება თქვენთვის ამის გადმოცემა იყო. მე ავიღებ. როგორც ჩანს, ამიერიდან ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. თიხა? ძალიან მიყვარს თიხა. სულ ცოტა ავიღე. არა წერია იმ დოსიეში. არც მე ვიცი ჯერ არ გამიგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გავიგებ. ძალიან ჯიუტი ვარ, მართლა. უკვე ოჯახი გავხდით. ნახეთ რა სილამაზეა აქ. ნეტავ შემეძლოს სურათის გადაღება. მე გადაგიღებთ, წამობრძანდით. წარმატებები. ამას თქვენ დაგიტოვებთ, რომ არ გამყვეს. დიდხანს მაინც ვერძლებს. თხოვთ. იყოს მერე რა? ჯამის გაკეთება მინდოდა და ქოთანი გამოვიდა. ალთეკინ. გინდა დაუმტკიცო ბატონ სერქანს, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება. ფიქრობ შეგვიძლია გამოუცხადოთ მას ეს. არა, მე ვერ დაგეხმარები ბატონმა სერქანმა ნება თუ არ მოგცა. მესმის შენი ცხადია. საინტერესოა ფიფი რას იფიქრებდა, როცა გაიგებდა, რომ მის უახლოეს მეგობარს არ ეხმარებიან. კონკრეტულად რაში? არქივის დეკორაციების ნიმუშებია და საკონტაქტო ნომრებია. შეგიძლია მე მომწე? ეგ ჩემი საქმეა. გამიხარდება ამას ფიფის თუ ეტყვი. თუ მომიდან გადავცემ. მაშინ შევთანხმდით. ედა, სირცხვილი შენ. ვერ ვიჯერებ. როგორ შეგიძლია დათანხმდე იმას, რაზეც ბატონმა სერქანმა უარი თქვა? ეს ხომ ნამდვილი გონების დაბინდოა და სხვა არაფერი. ორ წუთში გამყიდე. შულ ჩემი საქმის ნაწილია. არ იღელვა. ნიმუშები გექნება. ეს რა არის, მაჩვენე? ფიფი. დახმარება მჭირდება. ქალბატონო აიდან. არ გინდათ ასე ნუინერვიულებთ. როგორ არ ვინერვიულო საიბი? ჩემი შვილი დასაცმლით შედის აუში. ფერითი და მელო იწყება ჰოლდინგში მუშაობას. ყველაფერი იცვლება. მხოლოდ მე ვარ აქ. მაგრამ თქვენ აქედანაც მართავთ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ეს ვიცით.
ისე იქცევიან თითქოს არ ვარსებობ. ალტეკინიც კი. სახლიდან გასვლა რომ შემეძლოს. ასე არ მომექცეოდნენ. იქნებ ისევ ვცადოთ. ის თერაპია. არა. არც კი დაიწყო ამაზე საუბარი. გაიგე რა თქვა მელომ? დიდი ოჯახი გავხდებითო. ღმერთმა არქნას. დაურეკე იმ სევდას. ზარი გადის უკვე. გისმენთ ქალბატონო აიდან. სევდა. უთხარი შენს მეგობარს რომ ახლავე დატოვოს სამსახური. მაბადიეთ, რომ ამ მეგობარს. მელო თუ ვინც არის? ჰოლდინგში დაიწყო მუშაობა. მთელი თქვენი თამაში გამჟღავნდება. არავინ არაფერი იცის. ეგ მე საერთოდ არ მეხება, ამიტომ ვერაფერს გავაკეთებ. რას ქვია არ გეხება? შენ ყველაფერი გეხება. უთხარი შენს მეგობარს სამსახური დატოვოს. საკმარისია უკვე. მართლა საკმარისია. იმიტომ რომ თქვენი შვილი მერე თქვენ. მე მხოლოდ ერთი სიცოცხლე მაქვს, თქვენ კი მუდამ თავს მესხმით. მაბადიე, მაგრამ როდის გესხმით თავს? ასე მოვიქცეთ. თვალით არ დაგენახებით მთელი თქვენი ცხოვრება. თქვენ კი მთელი ჩემი ცხოვრება უნდა მირეკავთ. სად არის ეგ დღეების სევდა? მაგრამ სამწუხაროდ მე შენ მელო ფიფი მამი და შენი ერთი დიდი ოჯახი ვხდებით. რომელი ოჯახი? მომბეზრდა უკვე. მომბეზრდა ქალბატონო აიდან თიშა. გათიშე. ერთი წუთი მოიცადე. მე ვთიშავ სევდა. გაიგო ვინ არის აქ უფროსი? კარგია. ვინმე კარგ მლესავს იცნობ, სწრაფად რომ აკეთებდეს სავის საქმეს. ქალბატონო სელინ. მოვასწარე. შენ აქ ავტობუსის გაჩერებიდან მოვბოდი, მაგრამ მოვასწარე. აქ რას აკეთებ მელეკ? ხომ ვიცოდი, დღეს ართლოიფში რომ მოხვიდოდით. მაგიდაზე ართლოიფის ანგარიშები ვნახე და მოგიტანეთ. ეხნებ დაგჭირდეთ. ინებეთ. კარგად მოიქეცი. წამოდი. წყალი არის? ჩემი კაბინეტი აქეთ არის. დღეს ხომ სერკანის არ ყოფნის დღეა. აქ რატომ ხარ? თუ არ მიდიხარ? არა, დილით ადრე წავედი, მაგრამ მაინც მუშაობა მირჩენია. ჩვენ კი თათბირზე მოვედით. კეთილი იყოს. გაგაცნობთ, ეს ჩემი ასისტენტი მელეკია. მამა შენმა მოინდომა. მელეკი. კარგად გამოვიდა. ხომ ამბობდი რომ გიჯერს, ამიტომ კარგია. ასისტენტი რომ გამოგიჩენდა. მელეკ. სიძა? ქალბატონო მელეკ, თქვენ ხომ ქალბატონი ედას მეგობარი იყავით? ჯერ კიდევ მისი მეგობარი ვარ. საქმე ერთია, სამსახური მეორე, ხომ ასია? დიახ. თქვენ მიდით, არქივიდან ერთ დოსიეს გამოვიტან და მოვალ. წყალი დალიე. გპირდები ყველაფერს გავაკეთებ. ბატონი სერკანის ყველა ფიზიოლოგიური მონაცემი შევიყვანე აქ. აი ნახე, მაგალითად წნევა თუ აეწევა, ეს მელოდია ჟღერდება. რატომ? კიდევ უფრო რომ აეწიოს? ყურადღება რომ მიაქციოს. და კიდევ არის ეს. აი მაგალითად, გულის აჩქარების დროს, აი ეს აჟღერდება. ეს წავა. ერდემ მინდა გავიგო. იმის გაკეთება თუ შეუძლია. ბატონი სერკანისთვის საჭირო კალორიების რაოდენობა რომ გამომიგზავნოს, რომ ამის მიხედვით მოამზადო მენიუ. აქ უკვე შეცდომას უშვებ. ზედმეტად ცდილობ მის თვალში ამოხდე, მაგრამ არ გამოგდის. მართალი ხარ. ამერიდან იმას გავაკეთებ, რაც მინდა. თავისუფალი ვარ. დამოუკიდებლად ვიმოქმედებ. გეფიცები აქ არც ერთი გონიერი ადამიანი არ არის.
შემიძლია რაღაც კითხო? ცხადია მკითხე. სერგანის არ ყოფნის დღე რას ნიშნავს? უბრალოდ არ იქნება პირადად მას თუ კითხავ. კითხე, მაგრამ არ მიპასუხა. ამიტომ ვიფიქრე, რომ მინიშნებას შენგან მივიღებდი. ბოლოს და ბოლოს შენ ხომ მას ჩემზე კარგად იცნობ. ეს ის არ არის, რაც სერგანმა ძალიან დიდი ხნის წინ მხოლოდ მე მითხრა. როცა სერგანზე ვსაუბრობდი, სწორედ ამას გულისხმობდი. სერგანი ასეთია. როგორია სერგანი? ძალიან განსაკუთრებულ მომენტებს მხოლოდ ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანებს უზიარებს. შენ შეიძლება მის ცხოვრებაში შემოხვედი. შეიძლება გგონია, რომ მისთვის ძვირფასი ხარ. შეიძლება გგონია, რომ მნიშვნელოვანი ხარ. მერე კი როცა რაღაც პირადულს კითხა, ნახავ, რომ კედელი აღმართა. ამიტომ მხოლოდ მინიშნებებით გიწევს ცხოვრება. მადლობა, სელინ. არაფრის, ედა. დიახ, მართალი ხართ. მეც რომ მუშაობდა ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად, თვალს ვერ მოვწყვიტავდი. სალამი. სელენ, ანტალიაში რაღაც პირადულზე გინდოდა ჩემთან დალაპარაკება, საუბარი არ შედგა. ამაზე მე ვილაპარაკოთ. ერთ-ერთზე როცა დავრჩებით. კარგი. ილაპარაკებთ, როცა ერთ-ერთზე დარჩებით. დიახ, ეს მედიის ამბებია. აშაბადის აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით. ახალი პროექტებით დავიწყოთ? შეიძლება. მელეკ ძვირფასო, შენ თუ გინდა ჩაიწერე. ჩავიწერ, ახლავე ჩავიწერ. მაგიდის ეს ნაწილი цаრიელია. მაგიდის ეს ნაწილი შესავსებია. ეს ადგილი ცოტა, გთხოვთ, ცოტა აქ მიიწიოთ. ეს ადგილით შევავსოთ. იმისთვის, რომ სამუშაო გარემო შევქუნათ. ბოდერს გიხდით, მაპატიეთ. აი ასე პირისპირ, ცხვირწინ, გვერდ მუშაობა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად კომფორტული და მშვენიერია. ნედავ ჩვენ შორის ედაც ყოფილიყო. ომასია, დიდი მადლობა. ანუ საქმისთვის არის. დიახ. გისმენთ. ახალი პროექტი დავიწყე. კარგი. ნედავ რას აკეთებს? ვინ? ვინ? ერთი წუთი. ედა. ნახაზები, მაღაზიები, რომლებშიც უნდა შეიარო. ჩემგან არ მიგიღია ეს. მადლობა. სად მედიხარ? იმ სახლის გადასაკეთებლად. ანუ მართლა მედიხარ, მსგავსი სისულელე ჩაიდინე? შენ თვითონ მითხარი, წადიდე ნახეო, ხო და მეც მივდივარ. კარგი, მართლა წარმოუდგენლად არა ნორმალური ხარ. მეგობრებო, მივდივარ, რომ ვიმუშაო იმ წყვილის გამო, რომელსაც ძალიან უყვარს ერთმანეთი. არის აქ ვინმე, ვისაც ჩემი დახმარება უნდა? დიახ. რას აკეთებენ გინ? ფიქრობ იქნებ სადოთ ამ სახლის საქმე. შეიძლება გამოვიდეს. და საერთოდ, ედას აზროვნებით აღფრთოვანებული ვარ. ბრავო. ვერ გავიგე რაშია საქმე, მაგრამ ყოველთვის ჩემს მეგობარს უდგავარ მხარში. თქვენთვის პრობლემას ხომ არ წარმოადგენს ეს? მე ისედაც ბატონი ენგენის თანაშემწე ვარ. ქარიშხლის ცენტრში აღმოჩნდები და კვალდაკვალ გავყვები. მე მეშინია. სერგან, როდიდან წავიდა ოფისი შენს წინააღმდეგ? შეიძლება ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენ შორის დიდი კავშირია. მართლა მიდის?
გაუში წავიდნენ, როცა დაბრუნდებიან ყველას IQ ტესტს შეუტარებ. IQ-ს კი არა, შრომის შედეგს. ამიერიდან ტვინი არა, გუნდები იმუშავებენ. კარგი, საქმეები გვაქვს, წავიდეთ. გაიძიეთ. ედა მომისმენე. ახლა ისეთი ამაყები ვართ, მაგრამ 99%-იანი ალბათობით 24 საათში ვერ დავასრულებთ ამ სახლს. ეს ხომ იცი? ვიცი. რატომ დამიჯერეთ საერთოდ და რატომ დამთანხმდით? ეგ უბრალოდ ვთქვი. აბა რა ვქნა დედა, რომ დავეტოვებინა სერქანი ნაკუწებად გაქცევდა. მე შემეცოდე. მადლობა ბატონო ენგი. კარგი არ მინდა რომ სერქანმა გაწყენინოს. თუმცა ადამიანი მართალია, შევწყვებით. ჩვენი გამოსვლა ძალიან შთამაგონებელი იყო, მაგრამ გვიყურებენ. ნუ დავანგრევთ ჩვენს ქარიზმას. მოდით ვცადოთ, რას დავკარგავთ? ეს სახლი განადგურებულია და ჩვენს გაგვანადგურებს. აი მაგალითად მე ამ წეკრანის მართვის მოწმობა მაქვს. შემიძლია წავიდეთ და დავანგრიო. არა, ასე არ მოვიქცეთ. ახლა წარმოებაში წავალთ და იმდენ ადამიანს შევკრიბავ, რამდენსაც ვიპოვით. კარგი. მეტლახი და გარადები შენზეა. კარგი, სამზარეულოს ამბებს მიხედავ არა? ახლა აქ პირდაპირ მნიშვნელობით საუბრობთ, სამზარეულოზე ამბობთ? რა მნიშვნელობით? არა, არასწორად გავიგე. შიდა დიზაინი შენზეა. მერე გამაგება შიდა დიზაინზე არ შეიძლება. მოგიწევს დაფიქრდე ძვირფასო, მაპატიე, ყველა ერთად შევუდექით ამ გზას. ანიცი რაკენი? წადი ქალბატონაიდანს და მას თხოვე რჩევა. ქალბატონაიდანთან? დიახ. ცხოვრებაში არ დამეხმარება. იმ სატელეფონო ზარის მერე საერთოდ არ დამეხმარება. ედა ძვირფასო არ გიწყინოს, მაგრამ მოგიწევს. მოდი შევნახოთ რა არის საყიდელი. კარაგოის რაიონის საყიდლების სია. ვიტყოდი მეც ავიღებ ამას, მაგრამ სანამ იქამდე მივახცევ, ყველა მაღაზია დაიკეტება. ჩემი გადამრჩენი ანგელოზი. შენ მოტოციკლეთს ატარებ? ფიბის მოტოციკლეტი ყავს? რატომ არ მითხარი ეს? გოგონი, შენ რატომ არ მითხარი? მე რა ვიცოდი? მთელი დღე მუშაობ ხოლმე, შენ უნდა გწოდნოდა. გეგონება გამუდმებით მასთან ერთად სახლში ვზივარ. რა უნდა ვთქვა, ყოველდღე აქ ვარ. ასე როგორ შეიძლება? კარაკოი ექსპრესი. მე საიდან უნდა ვწოდნოდა ამის შესახებ? ჩვენი პრობლემა ახლა მართლა ეს არის? მიდით. მიდით შეხვედრამდე, დროებით. სერგან, გთხოვ, შეგიძლია დამშვიდდე, იქნებ ჩამოჯდე. აბა, სად გავჩერდით? მაშასე, სასტუმროს წინ ბარიერი დავაყენეთ პაპარაცებისთვის. თუმცა მაინც ვერ მოახერხეთ ინფორმაციის შეკავება, მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. კარგი, მაგრამ როგორ შეიგდეს ხელში ხელშეკრულება? როგორ გაავრცელეს? ან ვინ გააკეთა? მოკლედ, ჟურნალისტს ვესაუბრო, რომელმაც პირველმა გაავრცელა ეს ამბავი. ვიღაცამ ვით სახლის სანაგვეზე იქეკებოდა სურათი გაუგზავნა. თანაც უსერწყულოდ თქვა, რომ ნაგავსაც აქვს თავისი ღირებულება. კარგი მშვენიერია, მაგრამ ეს კერძო საკუთრებაში შეჭრას გულისხმობს, ამიტომ ამ ამბის გამოხსენებელს ვუჩივლეთ. დიდებულია, ფირელ. შეგიძლია რომ ედას დაურეკო? რას აკეთებს? ან რა სტადიაზე არიან? უფრო სწორი არ იქნება შენ თუ დაურეკავ სერგან. მე დაურეკო? უპატივცემლობის გამოხატვის მერე მე დაურეკო? ბუდის ვიხდი, მაგრამ ადამიანი, რომელიც მე კომპანიას ჩვენ ყველას კატასტროფისკენ მიგვაქანებს, ჩემი ხელით? შენ საცოლეს გულისხმობ? ლეილა, შეგიძლია რომ შენ დაურეკო? მოდი ედას მოჩარავთ, პირდაპირ ენგინს დაურეკე. ბატონო ენგის დაურეკე და ჯგუფსაც ვესაუბრე. ჯგუფი ქალაქში გავიდა მასალის საყიდლად, ბატონი ენგინი მარტოა სახლში. ედა სად არის? არც ბატონ ენგინთან და არც ჯგუფთან ერთად, სად არის ედა არ ვიცი. კარგი, მშვენიერია. გავაგზავნოთ? კი. სინამდვილეში სერგან საქმეებს უკვე მოვჭით. ყველაფრიდან გამომდინარე ვერ გაუმკლავდებიან, იქნებ წავიდეთ და დავეხმაროთ. არა, ვერ გაუმკლავდნენ, ასე აჯობებს. გავაგრძელოთ. აბა, სად გავჩერდით?
გისმენთ. გამარჯობა ქალბატონო ედა, სევდა გონსელის მენეჯერი ვარ, ბერნენ თაითიკი. თქვენი ტელეფონის ნომერი ბატონ ფიქრეს გამოვართვი. როგორც გავიგე, სახლის რემონტს თქვენ აკეთებთ. დიახ, გისმენთ, რა საქმეზე მირეკავთ? შეგიძლიათ ადგილმდებარეობა გამომიგზავნოთ, რემონტი რომ განვიხილოთ. არ შეიძლება. უпростоრად არ მოხვიდეთ, მზად არ ვართ. რამე პრობლემაა? ცხადია, არანაირი პრობლემა არ არის, რა პრობლემა უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს იქ უამრავი მტორი და ქვიშაა. თქვენ სად ხართ? იქნებ მე მოვიდე თქვენთან. გასაგებია. დიახ, შეგიძლია არ ნერვიულოთ. პალმე და ბატონი ენგენი მოვალთ მშენებლობაზე. დიახ, კარგი, წარმატებული დღე. იქნებ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკად ჩავთოთ მედიის დოსიეში. ვფიქრობ, ბიბლიოთეკას არ სჭირდება გაპიარება. კარგი. ბატონო სერკან, გნებავთ ედას დაურეკო. ლეილა ძალიან კარგი იდეა. ვიდეოზარით დაურეკე ასეჯობებს. გავიგებთ კონკრეტულად სად არის. მაპატიეთ. ედა შენ რა იქ არ ხარ? სახლის რემონტში არ ეხმარები? სად ხარ? ლეილა, სერკანმა დაგარეკინა თუ მეჩვენება? არა ძვირფასო, ინტერესის გამო დავრეკე, უბრალოდ მინდა და გამეგო სად ხარ და რას აკეთებ. ლეილა, მეც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ახლა დაკავებული ვარ. მოდი მოგვიანებით ვილაპარაკოთ, დროებით. ამდენი ადამიანი შეკრიბა და გაიყოლა. პირადად რატომ არ უდგა სამსაქმეს სათავეში? როგორც ჩანს, საქმე შეხვედრაზეა ძალიან მიმზიდველ, ახალგაზრდა ადამიანთან ერთად. რა შუაშია აქ მისი მიმზიდველობა? სად არის ედა? მიმზიდველის, იმ ბატონის ძაღლი ყავთ სასეირნოდ გაყვანილი. შენერია. ესე იგი ძალიან უყვარს ძაღლების გასეირნება, დიდებულია. მიმზიდველი მამაკაცია, ასე უწოდე. ხომასეა. ახლა კი ვთქვი მიმზიდველია მეთქი, მაგრამ როცა მიმზიდველს ვახსენებ, თქვენ ბრაზობთ. ამიტომ შეიძლება მიმზიდველი ვუწოდო. ლეილა, ვინაიდან ყოველ მეორე სიტყვად მიმზიდველს იყენებ, ამიტომ ვიმეორებ. მეორე ხარისხოვანია ვისთვის როგორი მიმზიდველია, ხვდები? გაწიე ტელეფონი ლეილა. ღმერთო ჩემო. როგორც ჩანს, სოციალში კიდევ ერთი ფოტო გველის. დიახ, მედია ედას სხვა კაცთან ერთად თუ ნახავს? ხვდები სერენ, ზუსტად ამიტომაც ვიქცევი ასე, ხომ გესმის? მოკლედ კრიზისი გვაქვს, როგორ შეიძლება ასე მოიქცეს ადამიანი, წარმოუდგენელია. გაუგზავნო ედას შეტყობინება. ზედმეტად ბევრი საქმე გვაქვს. მთლიანად საქმეზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ამიტომ ვთხოვ ეს თემა დაიხუროს. ამერიდან სამსახური. დიახ, მას მერე რაც გეგმას მოვიფიქრებთ, საქმეს მოვრჩებით. ფიქრობ უკვე მოვრჩით საქმეებს და შემეძლია ვთქვა, რომ კარგად იმუშავეთ. დიახ, მე მივდივარ. ბატონო სერკან, გისმენ ლეილა. საათი ითხოვეთ და ჩამოვიდა, ერდემს თხოვე რომ აეწყო. საათი. 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 კარგ დროს მომეცით საათი. მადლობა. მაშინ გავიკეთოთ. ხომასეა. აბა ვნახოთ. კარგია, მადლობა. კარგად. ბატონო სერკან, გისმენ ლეილა. თქვენი პიჯაკი. ჩემი პიჯაკი. ლოგიკურია ამ სიცხეში. ხომასეა. ბატონო სერკან, ლეილა. აბა რა სათვალების გარეშე არ შეიძლება. იეჭვიანა. ქალბატონო ედა, დარწმუნებული ხართ, რომ სახლთან დაკავშირებით მოასწრებთ? აქედან გამომდინარე უნდა გადაწყვეტო. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ცხადია, 120 პუნქტი გვაშინებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ. რამდენადაც ნიჭიერი ადამიანი ხელოვნებაში, იმდენად დიდია მისი პოტენციალი. ნეტა ვიცოდეთ რა აღარ მინახავს. ეს ხომ ჩვენი საქმეა. ვინც მოინდომებს გააკეთებს. 24 საათიანი სამუშაო გეგმა შევადგინე. არქიტექტორებიც კი არიან ჩართულები. სხვა რა შემეძლია ვთქვა, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელშია. მართლა. კარგი, რადგან ასე ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, რატომ არ მიზიარებთ მისამართს? ისეთი ქაოსია. რემონტი მიდის. ვინაიდან თქვენგან ვერ მივიღე მისამართი, ბატონ ფიქრაც ვთხოვე. მალე სახლში შევხვდებით. რისთვის? მშენებლობაზე ძაღლები არ მეყვავს. რატომ? სასწრაფო საქმეს ვასრულებთ. ერთ-ერთ ხელოსანს ძაღლებზე აქვს ალერგია. მაშინ 2 საათი თქვენ იზრუნეთ მასზე. ერთმანეთს კარგად გაუგეთ. მე წავალ და მოვალ. ბობი,
ენგენ, ბატონო ენგენ. ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. ქალბატონ სევდეს მენეჯერი სახლში მოდის. ბატონ ფიქრეც იქ შეხვდება. აუცილებლად წავალ ქალბატონ აიდანთან. აქედან პირდაპირ ქალბატონ აიდანთან წავალ. შეგიძლიათ შემცვალოთ. კარგი, მადლობა. მიდი ბობი, წამოდი. ბევრი საქმე გვაქვს. მიდი წამოდი. წამოდი. არ დამეხმარებით? გეპიცე ბიჭკუიდან გადამიყვან სევდა. დახმარებას იმ საქმეში მთხოვ, რომელსაც ნამდვილად ვერ მოასწრებ. დიახ. საქმე, რომელიც აიკვიატე, მაშინ როცა ჩემმა შვილმა უარი თქვა. დიახ. რატომ უნდა დაგეხმარო? იმიტომ რომ ბატონ ფიქრეც მთელი ოჯახი იცნობთ. და იცით, როგორ ძალიან უყვარს მეუღლე. დიახ, გისმენ. მისმინეთ, მას უნდოდა რომ მეცადა, მიუხედავად თქვენი ჯიუტი და დიდებული შვილისა. შერცხვები სევდა. მაშინ დამეხმარეთ, რომ არ შევცხვე. როგორც არ უნდა იყოს, საქმეს დავთანხმდით. პრობლემა თქვენს მიმზიდველ ვაშშია, სერქანში. ასეც იქნება, დაფიქრდით. კარგი, ვნახავ 100 პუნქტიან აქსესუარს.